Kas Tbilisi ხარ? Tbilisიდან? დახმარება გაქვს ხარ ვიცხოვრო. კი, ბინა მომწეს ხო ხოლმე. თუ კიდე სხვა. კერა მე ხარია რაც აქ. მესამე წელიწად. კაც მაშინ ხო გამოსახლებით თბილისში. ხო, ხომელი არა ეს, ხომელი ეს წელი შედა. ოთხი ბავშვი მყავს და ცხოვრობს. ადგილობრივზე რა თქმა უნდა. ყოველ მეორე დღეს ორი მყავს ბავშვები. ერთი ზოგადად მეორე და ოთხი ბავშვი მყავს. ასწლიანი ბავშვი ყავს. ასე დავასახოთ არქაური ახალგაზრდა სია წაიღე და დავასახოთ. მეტი არაფერი არ გვინდა თქვენ და ეს სახლების გადახურვა და გზა. ხალობისგან ეს გვინდა მეტი არა. ახალგაზრდობის დასაქმება, რომ სულ გზას არ გავნეთ ეს ახალგაზრდები. ამას მე თარაგო. რომ პატარა ანგელოზები ჩვილი ბავშვები ყავს და რომ გავზარდოთ ისინი ჯამთრეთ. მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ. ჰაერი არ ვარგა. ჰაერის გავა, просто ჰაერი რო არის ხო იმის რო იძახეს. რადიაციული. მე ნესტი, ჯერ კორპუსებშიც ნახეთ როგორი ნესტი არის. ეს ხო არის მე ისა გიფსოკარდონის გაკეთებული. გინახევრებს შუქის ფული რო ვიხდი შუქის ფულს საერთოდ გამოვიდა და შუქის ფული ამდენი გადასახად. ახლა მაქვს 19 ლარი გადასახადი. საიდან მოვიტანო მე 19 ლარი რომ გადავიხადო შუქის ფული. შუქი მაინც როგორი ზუგაში წაიღე გადასახადი. ნახე ეგრე ახლა ჯერ სიცივეა და უკვე გითხები და ისინი იმიტომ კანალიზაცია არ არის გაკეთებული წყალში. რამდენჯერა ეს ლაბარაკი ამის გულისთვის და ვინ მიაღწია ყურადღება. დასახლება და ამას ვერ მიხედავენ. ეხლა ესენი კიდევ ამას გაიგონებენ და მეტი არაფერი წავლიან და გადავდა. არ იქნება ხუთი ჩასული კიდო. ჯვარში ბევრი ბავშვი დადიან და გზა აგერ-აგერ ჩამოადება. მე მაგათად გუშინ მყავ წარჩაში ბავშვის წამლებზე ვარი სკოლზე მიხეს საყიდლად არის არც არ იყიდება ეს ინსულინი. ნუ 2-3 დღეს წამალი მომცე საამტყოფოდან და დამპირდნენ რომ გიშოვით. ვარ თუ მუშაობ ვარ თბილისთან ჩამოყვანილი. მუშაობარი ვარ ხო რამდენი ხანია მე 3 წელია. ბავშვები არიან ყოველ სამთში უნდა წავყვანო ბავშვი იქიდან თბილისში. რაც აქ ვარ იმ პერიოდის განმავლობაში ისეთი 4 თვე არ გასწრე ბავშვი საავტობუსში არ მოხდეს იმის გამო რომ წამლები არ აქვს. ხოდა რაღაცა რანსამ ელემენტარული რამ სამსახური რო იყოს ან რაღაცა ესეთი ამბულატორია არის იქ მიყავს ეგ თან მიყავს მაგრამ ელემენტარული უბრალოდ წამლები რო პირველი და დახმარება რო გაგვიწიოს ის არ არის აქ. ხოდა ერთადერთი ორგანიზაცია იყო სინერგიას ისინი ვისაც გვეხმარებოდნენ ბიბლიოთეკაც გაიხსნა ინტერნეტის ისინი ქონდათ კურსები გვასწავლიდნენ რაღაცა ეს არაფერი არა ეს კი ბავშვები დადიოდნენ ესეც შეწყდა იმიტომ რომ დაფინანსება აღარ არის. ხოდა ახალგაზრდები არიან აქ ძალიან ბევრი ბიჭები გოგოები ყველა და ბავშვებისთვის არაფერი ისეთი არის რომ აი გარეთ გავიდნენ და სტადიონი რო იყოს, ნუ ელემენტარული რაღაცა გასახაროთ მოყოთ არც ინფორმაცია არაფერი არ აქვს ახლა თქვენ რო ჩამოხვედით, просто გარეთ გავედი მაღაზიაში, შემთხვევით დავინახე ხალხი რო ჩამოვიდა და ხალხი რო დგას. და არანაირი აი ვინმე რო უნდა მოვიდეს ან რაღაცა ესე, არავინ არაფერი არ ვიცი და რა ზუსტად. თუ ვინმე ცენტრში ცხოვრობს. გაზეთი აქ არ არის, ტელევიზორი არის მარტო და ისიც ის არის რომ ყველა ისეთი ინფორმაცია ერთ-ერთი მაშინ მაგრამ ხო უნდა იყოს რაღაცნაირად თუ მიმართეთ თვითონ დახმარების წამლებს და განცხადება და სამსახურზეც ვიყავით მიმართეთ მithos არ არის არაფერიო სხვა არის ისე ბაღი გაიხსნა კი შემოთავაზეს მაგრამ იქ არ უნდათ იმიტომ რომ არ მოსწონს სიმართლეს ამბობს ადამიანი ისეთი ადამიანი იშვიათად ვინმეს რომ მოსწონს და ხელი მოაწერეს რომ მიიღოთ სხვა სამსახურს და ვარა ესე უმუშევარი არც
არანაირი შემოსავალი წყარო არის 70 ლარი ბავშვის პენსია და ისი მაქვს 78 ლარი რო ვარ ისა სიგარების ხვალ მეტი სხვა არაფერი შემოსავალი არ არის სახელდაგვარი და ტრმბინდა რომ კვირაში სამჯერ არის ესეც კერძო ტრანსპორტია 2.5 ღირს მარშრუტი რამე რო ის თუ არის შესაძლებლობა კვირაში ერთხელ მაინც იყოს 2 რეისი ზუგდიდამდე უფასო არის 2.5 ღირს იმამდე იქაც რო ისე იყოს მაინც ლარიც მადლი 2 ლარი მაინც ხალხისთვის ბევრი რაღაცას მადლობა ბავშვი მყავს ცხოვრობდა საშინელ ბინაში და თუ შეიძლება აქედან გადმოყვანა ჩემი იმიტომ რომ ბავშვი არის ასმა აქვს ჩემ ბავშვს და კიტის ანთება და ქუთაისში ვიწევთ ბავშვი ანა ჯვარში წარიმჯიხაში ზუგდიდშიც მყავდა და ეს არისო ის ალერგია ქაური ის ჰაერია ბინესაც შეეხება გაფუჭებული გახეჩუ კედლები სახურავიდან წაწვიმს თუ რა ხდება წყალი ჩავივით თუ ნესტია თუ წყალი არ ჩამოდის ისე სინესტია ხო სოკო იყო და ის გავწმინდა მაგრამ უკეთესად შეძლო გაწმინდა არის წმინდა ნესტია სიტუაცია არის მართლაც ძალიან მძიმე პირობები ველოდებოდი რომ იქნებოდა მძიმე მაგრამ პოლიტის გადააჭარბა შეიძლება ითქვას რომ აქ არის გაუსაცდელი პირობები ძალიან ბევრი ოთახი ძალიან ბევრი ოჯახი რომელიც მომინახულე ნამდვილად ყოველგვარ სტანდარტებს ცილდება აქ შეუძლებელია ადამიანების ცხოვრება ცალკე რომ არ ავიღოთ იგივე ის პრობლემები რომელიც აწუხებს დასაქმების საკუთრო პრობლემები მე ვფიქრობ არის ძალიან სერიოზული პრობლემები ამას ჭირდება დაუყოვნებლივ სერიოზული ყურადღება ხელისუფლების მხრიდან საჭირო არის ამ პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირება საჭირო არის რომ რაღაც პრომეტი ყურადღების გამოჩენა იმ პრობლემებზე რომელიც მოსახლეობას აწუხებს სიტუაცია არის რეკომენდაციები იქნება ჩვენ კონკრეტულ რეკომენდაციებს მოვამზადებთ უახლოეს დღეების განმავლობაში იმისათვის რომ ის პრობლემები რომელიც მოწყვეტ წელში მაცხოვრებლებს აწუხებთ მივიდეს იმ სტრუქტურებამდე და მოხდეს რეაგირება კონკრეტულ პრობლემების და კონკრეტული საკითხების გამოსასწორებლად